ღიჭა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები და სამკურნალო მცენარეა, რომელიც მართლაც რომ შენი ტარის სურგლზე იზრდება, უამრავი პრობლემის მოგვარება შეუძლია. შენ კი იმის მაგივრად რომ ის მოკრიფო და მისი დახმარებით უამრავ დაავადებას ებრძოლო. თვით ამ მცენარეს ებრძვი. არა და ის მართლაც ერთ-ერთი უძვირფასესი მცენარეა, რის იმირთმევაც ან წამლის სახით გამოყენება შეგიძლიათ. ღიჭა სამკურნალო ნივთიერებების ნამდვილი საგანძურია. მისი რძიანი წვენი შეიცავს რკინას და C ვიტამინს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივთიერება ტარაქსასტეროლი, რომელსაც ამჟამინდელი სამეცნიერო კვლევების თანახმად ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და განსაკუთრებით სასარგებლოა ართრიტის დროს. ის შეიცავს მწარე ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კუჭს, ღვიძლს და ნავალს ბუნებრივად სტიმულირებენ. 2018 წელს ჩინელმა მკვლევარებმა დაადასტურეს ის, რაც ხალხურმა მედიცინამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა. ღიჭა მდიდარია ანტიოქსიდანტებით და გააჩნიათ როგორც ანტიმიკრობული, ასევე ჭრილობის სამკურნალო თვისებები. თუმცა ეს ჯერ კიდევ 1800 წლის წინ იყო ჩინური მედიცინის წიგნში ნახსენები. კვლევები დღეს ადასტურებს კანის დაავადებების წინააღმდეგ ტრადიციულ გამოყენებას. ღიჭას ექსტრაქტები კანის ბაქტერიების სტაფილოკოკუს აურეუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რეალურ ეფექტს აჩვენებს. ამას გარდა ღიჭა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი მცენარეცაა. წარსულში ევროპაში მას სპეციალურად თესავდნენ ბოსტანში, რადგან ახალგაზრდა ფოთლები შესანიშნავია სალათებში და მისი გემო ისპანახისა და რუკოლას ნარევს მოგაგონებთ, ხოლო უკვე მობერებული ფოთლები ისპანახის მსგავსად შეგიძლიათ მოხარშოთ, მხოლოდ გაუხეშებული ნაწილები უნდა მოაშოროთ. ღეროები დამარილებულ წყალში შეგიძლიათ მოხარშოთ, ისინი მაკარონს მოგაგონებთ და შეგიძლიათ სრული სამებს შეკმაზოთ. მთავარია მიირთვათ და მისი სასიკეთო თვისებებით ისარგებლოთ. იმის გამო რომ ამ მცენარის გემოს მიჩვეული არ ახართ, თავიდან ჯობს ნაცნობ კერძში მცირე რაოდენობით რამდენიმე ფოთოლი სალათში ან კერძში სხვა ბოსტნეულს შეურიოთ და როცა მის დამახასიათებელ გემოს შეეგუებით, მისგან დამოუკიდებელ კერძებსაც მოამზადებთ. ამ მცენარის ყველა ნაწილი იჭმევა და სასარგებლოა. ეს ეხება მის ფესვებსაც. მას ადრე ყავის შემცვლელადაც გამოიყენებდნენ. საამისოდ ფესვები უნდა გაასუფთავოთ, მომცრო ნაწილებად დაჭრათ, მოხალოთ და ყავის მსგავსად გამოიყენოთ. მაშ მოდით რეცეპტებზე გადავიდეთ. პირველ რიგში თუ ღიჭას ზამთრისთვის შენახვა გინდათ, მხოლოდ სუფთა ადგილებიდან და არა ქუჩის ნაპირებიდან შეგროვებული ნორჩი ფოთლები დილით ადრე დაკრიფეთ. ზამთრის მარაგისთვის შესაგროვებლად საუკეთესო დრო გაზაფხული ან ადრე ზაფხულია. გაწმინდეთ ფოთლები. არ გარეცხოთ. ჩრდილში და ჰაერზე ჩამოკიდეთ სანამ კარგად არ გახმება. ჰერმეტულ კონტეინერებში გადაიტანეთ და ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ. შენახვის ვადა 1 წელია. ღიჭას ჩაი. ასტიმულირებს ღვიძლს, ნავალს და საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას. დაგჭირდებათ 1-2 ჩაის კოვზი ხმელი ან 3-4 ჩაის კოვზი ღიჭას ნედლი დაჭრილი ფოთლები. 250 მლ მდუღარე წყალი. ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით და 10-15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გადაწურეთ და თბილი დალიეთ. 2-3 ჭიქა ყოველდღიურად ჭამის წინ მიირთვით. ართრიტის საწინააღმდეგო ჩაი. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, განსაკუთრებით კარგია სახსრების ჩივილებისთვის. დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ხმელი ღიჭას ფოთლები. 1 ჩაის კოვზი ჩინჩრის გამხმარი ფოთლები. 9 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი. 300 მლ წყალი. მცენარეები ფინჯანში ჩაყარეთ და ცხელი წყალი დაასხით. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. სურვილი სამებრ თაფლით დაატკბეთ. 4-6 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 2 ჭიქა მიირთვით. დამამშვიდებელი ჩაი უკეთესი ძილისთვის. დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ღიჭას ფოთლები. 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილები. 9 ჩაის კოვზი ლავანდის ყვავილები. 250 მლ წყალი. მცენარეების ნარევს ცხელი წყალი დაასხით და 15 წუთის განმავლობაში თავდახურული დააყენეთ. ძილის წინ 1 საათით ადრე მიირთვით. ღიჭას ნაკენი. ანთებების საწინააღმდეგოდ და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. დაგჭირდებათ 100 გრამი ნედლი ღიჭა ფოთლებით და ყლორტებით. 500 მლ არაყი 40%-იანი. მცენარე პატარა ნაჭრებად დაჭერით და სუფთა ხრახნიან ქილაში ჩაყარეთ. მთლიანად დაფარეთ ალკოჰოლით.
ბნელ ადგილას 3-4 კვირის განმავლობაში დადგით. ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მოგწვეთოვან ბოთლში გადაიტანეთ. დღეში 3-ჯერ 20-30 წვეთი წყალში გარეული მიიღეთ. ნაკენი 2-3 წელი ინახება. ჭრილობის სამკურნალო ნაკენი. დაგჭირდებათ 150 გრამი ღიჭას ნედლი ფოთლები, 50 გრამი კალენდულას ყვავილები, 600 მილილიტრი ალკოჰოლი 70%-იანი. მომზადება: მცენარეები პატარა ნაჭრებად დაჭერით და სუფთა ხრახნიან ქილაში ჩაყარეთ. მთლიანად დაფარეთ ალკოჰოლით. ბნელ ადგილას 4 კვირის განმავლობაში დადგით. ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მოგწვეთოვან ბოთლში გადაიტანეთ. ნაკენი 2-3 წელი ინახება. გარეგანად გამოსაყენებლად 1-3-თან გადადუღებულ წყალში გაზავებული ჭრილობებზე ან გაღიზიანებულ კანზე დაიდეთ. შინაგანად მისაღებად კუჭნაწლავის ჩივილებისთვის დღეში 3-ჯერ 20-30 წვეთი წყალში გარეული მიიღეთ. დაბერების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი. კანს ამშვიდებს, ამკვრივებს და ატენიანებს. დაგჭირდებათ 3-4 ნორჩი ღიჭას ფოთლები, 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ღიჭას ფოთლები წვრილად დაკეპეთ და დანაკეთ ან დააბლენდერეთ. ხაჭო, თაფლი და ზეთი აურიეთ და გაწმენდილ სახეზე 15-20 წუთით დაიდეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თქვენი საყვარელი დამატენიანებელი წაისვით. კვირაში ერთხელ ან 2-ჯერ გამოიყენეთ. კანის სამკურნალო ზეთი. გამოიყენება კანის პრობლემების, მშრალი კანის, მცირე ჭრილობების დროს. ამ მცირებს ანთებას, კვებავს, კურნალობს ჭრილობას, აუმჯობესებს სახის ფერს. დაგჭირდებათ 200 მილილიტრი ცივად დაწურული ზეითუნის ზეთი ან ნუშის ზეთი, 100 გრამი ნედლი ღიჭას ფოთლები. ფოთლები დაჭერით და ზეთში ჩაყარეთ. მზიან ადგილას 2 კვირის განმავლობაში დადგით. ყოველდღიურად აურიეთ. გადაწურეთ და მუქ ბოთლში გადაასხით. სახის მატონიზირებელი წყალი. ფორებს ამცირებს, კანს ამშვიდებს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი ნედლი ღიჭას ფოთლები, 200 მილილიტრი გადადუღებული წყალი, 50 მილილიტრი ვარდის წყალი. ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გადაწურეთ და გააცივეთ. დაამატეთ ვარდის წყალი და პატარა ბოთლში გადაიტანეთ. დილას და საღამოს გაწმენდილ კანზე დაიტანეთ. მაცივარში 1 კვირა ინახება. სამკურნალო მალამო კანის პრობლემებისთვის. გამოიყენება ეგზემის, მცირე ჭრილობების, მშრალი კანის დროს. დაგჭირდებათ 50 მილილიტრი ღიჭას ზეთი, თუ გამზადებული გაქვთ, ის გამოიყენეთ. 8 გრამი ფუტკრის ცვილი, 10 წვეთი ლავანდის ზეთის სურვილი სამებრ. ღიჭას ზეთი თუ არა გაქვთ, ამ რაოდენობის მალამოსთვის ასე გააკეთეთ. 50 მილილიტრი ცივად დაწურული ზეითუნის ზეთი ან ნუშის ზეთი 30 გრამ ნედლ დაჭრილ ღიჭას ფოთლებს დაასხით და მზიან ადგილას 2 კვირის განმავლობაში დადგით. ყოველდღიურად აურიეთ. გადაწურეთ. გადავიდეთ უკვე უშუალოდ მალამოს გაკეთებაზე. ღიჭას ზეთი და ფუტკრის ცვილი წყლის აბაზანაში ერთად ნელ ცეცხლზე გაადნეთ. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე. აურიეთ ლავანდის ზეთი და სუფთა ქილებში გადაიტანეთ. ქაღალდის ხელსახოცი ან ტილო დააფარეთ. რომ არ დაობდეს, მჭიდროდ მხოლოდ გაცივების შემდეგ დაახურეთ. შენახვის ვადა 6-დან 12 თვემდეა. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.